გამარჯობა, მე ნიკოლოზი ვარ და ეს ჩემი არხია ნიკო. როგორც იქნა დავიწყე, თუ მჯეროდეს, თუ მჯეროდეს, რომ კამერა ჩართულია, რეკზეა, მე აქ ზივარ და ვლაპარაკობ. თუ ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, ესე იგი, ან ჩემი ნათესავ მეგობრები ხართ და თქვენ კი იცით, რაც უნდა გააკეთოთ. თუ არა და სათაურიდან და thumbnail-დან შემოხვედით და გაინტერესებთ ვინ დამწყევლა, რა მომწერა კაკომ და ჩაწყობით არის თუ არა კრეატორი. სანამ ამ ყველაფერზე ვილაპარაკებ, უნდა მოგიყვეთ თუ რატომ მინდა იუთუბერობა და რატომ გადავწყვიტე საერთოდ იუთუბერობა. ბევრ სხვადასხვა სფეროში მიმუშავია, თანაც ძალიან განსხვავებულ სფეროებში, განათლებით ჟურნალისტი ვარ, ყოფილ ვარ DJ, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, PR მენეჯერი, ოპერატორი, რეჟისორი, ვიდეო ედიტორი, ფოტო ედიტორი, კინოსცენაზე დამხმარე, პარტნიორი, მძღოლი და ასე შემდეგ და ამ გამოცდილებების მიუხედავად, ვინმე თუ მკითხავს, ვინ ვარ მე პროფესიით, არ ვიცი. არ ვიცოდი ყოველ შემთხვევაში მანამდე სანამ გადავწყვეტი რომ მე მინდა რომ ვიყო იუთუბერი. არ ვიცი, იმიტომ რომ ერთადერთი ამ ჩამოთვლილი სფეროებიდან ყველაზე მეტად თავს კომფორტულად ვგრძნობდი კინოში. თუმცა პანდემიამ თავის იქნა და მეც მომიწია ცოტა ჩამოშორებოდი მაგ საქმეს. დაახლოებით 2 წელია რაც იუთუბერობა მინდა. 2 წელი. და ახლა დავიწყე. პირველად იუთუბერობა ჰიტას ვიდეოს ნახვის შემდეგ მომინდა. ჰიტას რომელიღაცა Q&A ვიდეოს უყურებდი. ჰიტას ძალიან რაც მომწონს არის რომ ძალიან მაგრად ფლექსაობს ამ იუთუბერობით და იმ პრივილეგიებით თუ იმით რაც მოსწონს იუთუბერობაში და მეც მომინდა რომ გავხდარიყავი იუთუბერი და მას შემდეგ რაც იუთუბერობა მომინდა, ჩემი იდეები ყოველთვის ამ თემას დატრიალებს. შესაბამისად, ჩემი ნოუთებიც სავსეა ხოლმე იდეებით. მაგალითად, ჰიტასთან რომ მომიწიოს კოლაბორაცია Mind Blow Duel-ი მზად მაქვს, ოქტოპუსებთან იმღერე და გააცინეში სიმღერას მაქვს მომზადებული. მაფიაში პირველ ნომრად რო დავждე, ზუსტად ვიცი როგორ გავხსნი მაგიდას. ცინკვესებზეც ეხლაც რომ მომიწვიოს, 10 ცინკვესი გამზადებული მიდევს, კაპიცკინებული და ამის გარდა დაუსრულებელი პროექტებიც რაღაცები, იდეები ჩამოწერილი მაქვს. მოკლედ იმ დღიდანაც იუთუბერობა მომინდა, სულ ამაზე ვფიქრობ. მაგრამ ახამდე მოვედი, ვერ დავიწყე. ხან სამსახურის საქმეება მაჯობეს, ხან სიზარმაცემ, ხან ფინანსურმა პრობლემებმა, ხან მენტალურმა პრობლემებმა და ასე შემდეგ. შემოვრჩი აქამდე ყველაზე მეტად რაც გამიჭირდა იყო კომპლექსი ესე კამერასთან ჯდომის. კამერის უკან თავს ყოველთვის უფრო კომფორტულად ვგრძნობდი, თუნდაც გადაღებებზე, როდესაც სტარტაპი მქონდა მეგობრებთან ერთად და რეკლამებს ვიღებდით კინო გადაღებებზე და ასე შემდეგ. ყოველთვის კამერასთან უკან ყოფნა უფრო მსიამოვნებდა ვიდრე კამერის წინ. კამერა ძალიან მიყვარს და ჩემს ალბომში ბევრ ფოტოს შეხვდებით კამერასთან, კამერით ხელში თუ კამერის უკან. მაგალითად ქორწილში, მანქანის საბარგულში, სახურავზე, მაღალმთიან აჭარაში, მწვანე კონცხზე, სვანეთში და ასე შემდეგ. მაგრამ კამერის ჩართვა და მის წინ ლაპარაკი ეს იყო ყველაზე მეტად რაც ყოველთვის მაფერხებდა. ასე იყო მანამ სანამ საქართველოს ბანკმა კრეატორის პროექტი არ გამოაცხადა და პირველად რო ნახე სტორი ამ პროექტის შესახებ, მეთქი ეს პროექტი ჩემთვის გაკეთდა სპეციალურად. სადაც იცოდნენ რომ მე YouTube-ის დაწყება მინდოდა და დამაჩქარეს მეთქი. სანამ გეტყვით კრეატორზე ჩაწყობით არის თუ არა და როგორ ვერ მოვხვდი კრეატორში, მანამდე გეტყვით როგორ გავაგზავნე განაცხადი. мотивация ძალიან ბევრი იყო, თუნდაც ის რომ თავარი ბიძგი რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო დასაწყისი და ბიძგი იმისთვის რომ დამეწყო, ის რომ შევხედოდი ჩემს საყვარელი იუთუბერებს და ჟიურის წევრებში ვინც არიან მახარა, ჰიტა და კაკო მართლა ჩემი ერთ-ერთი ჩემი ტოპ იუთუბერები არიან და მათი კონტაქტი და მათთან ურთიერთობაც ასევე ძალიან კარგი იქნებოდა, პლუს 20,000 ლარზეც საბავინი ტყვის უარს. თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. დავიწყე გადაღება, ეგრევე ჩავწერე ვიდეო. ისედაც ნაფიქრი ასე მქონდა, რომ YouTube-ს როდესაც დავიწყებდი, მინდოდა რომ ახალი Google-ის აკაუნტი გამეკეთებინა, სადაც ახალი მეილი მექნებოდა, ეს YouTube-ის არხი ამ ახალ Google-ის აკაუნტზე იქნებოდა მიმმული და ასე შემდეგ. გადავიღე ვიდეო, დავაედიტე, ავტვირთე, გავაგზავნე პროექტში და ველოდები შედეგს, ზივარ. რამდენიმე დღე გავიდა და გადავწყვიტე რომ შესულიყავი ამ ახალ შექმნილ YouTube-ზე და მენახა მოემატა თუ არა ნახვა და ამით გავიგებდი ჟიური ნახა თუ არა ვიდეო. შევდივარ და სადაა ჩემი არხი, არც ჩემი Google-ის აკაუნტი. არც წყალი, არც კიბე. რაღაცა საერთოდ მიიჩნია Google-მა ახალი აკაუნტი რომ იყო და სამწუხაროდ გამიუქმა ეს გვერდი. მივწერე support-ს მეორე დღეს აღმიდგინეს გვერდი, მაგრამ ხედავ რომ ნახვები არ არის მომატებული და რა უნდა მექნა. მაინც ინტერესმა მძლია
და მივწერე კაკოს სამწუხაროდ მითხრა რომ დღეს გქონდა გასაუბრებებიო 25 ადამიანი გადავარჩიეთო და იმ 25-დან 8 ადამიანი გადავიყვანეთ შემდეგ ეტაპზეო. მაინც მაინტერესებდა ჩემი ვიდეო როგორი იყო და რა შტაბეჭდილება დარჩებოდა კაკოს და ჩაუგდე ლინკი და კაკოს პასუხმაც არ დააყოვნა. აუ საღოლ ნიკატო ეს რა მაგარი ვიდეო გადაგიღია რა მაგარი ლინკებია. იმ 25 კაცი უეჭველი მოხდებოდი. მეწყინა ძალიან კარგად ვერ აღწერს იმ სულიერ მდგომარეობას რაშიც ვიყავი. ძალიან მეწყინა. ოღონდ მარტო ამ პროექტის გამაზვა კი არ მეწყინა ის რომ ესო გაგრძელება იმ ტოტალური უიღბლობების რაც მქონია. აი არის ხოლმე მომენტი ცხოვრება ძალიან რაღაცებში ჩაგაჭერს და აი რაღაცები ცუდი ხდება მიყოლებით რა. ხო რაღაც პერიოდი ესე ვიყავი რომ აი კაი გაჩერდი, ღმერთო გაჩერდი რა, გეყოფა. საკმარისია და აი ეს უიღბლობა რო გაგრძელდა, აი ეგ მეწყინა ყველაზე მეტად და აი ჩემი მეგობრების რეაქციამაც არ დააყოვნა. არ ვიცი ვინ დამწყევლა, მაგრამ ვიცი რომ ახლა რაღაცები შეიცვლება. კრეატორში გაგზავნილ ვიდეოშიც ბოლოს ზუსტად მაგას ვამბობ, რომ არ ვიცი მოხვდები თუ არა პროექტში, თუმცა ვიცი რომ გავაგრძელებ და არ გავჩერდები მეთქი და აი ზუსტად მეც აქ ვარ, ვაგრძელებ. უბრალოდ ვიწყებ და ეს ყველაფერი ძალიან მომწონს. აქ კამერა რეგზე, აქ განათება, აქ მეორე განათება, აქ მე. კარგია. რაც შეეხება ჩემს კონტენტს. კონტენტის თემაშიც ზუსტად აბსოლუტურად ვიზიარებ ჰიტას ხედვას კონტენტზე. ზუსტად ეგეთი კონტენტი მინდა მქონდეს, როგორც წარმოუდგენია ჰიტას იუთუბერობა. დღეს მაგალითად რაღაც თემა და მაინტერესებს და ამ თემაზე გადავიღო ვიდეო, ხვალ გავალ და რაღაც ვლოგი გავაკეთო საიდანღაც რაც და მაინტერესებს. ეგ შეიძლება საერთოდ არ ვიცოდე რაღაც თემა და უცებ მომინდეს რომ აი ამ თემაზე გავაკეთო რაღაც რესერჩი და მე ჩემს აუდიტორიას მოუყვე ამ თემაზე და ერთად გავიზარდოთ მეც და ჩემი აუდიტორიაც. ეს ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო ნაწილია იუთუბერობის. აი ბასტომ რომ ცალკე არხი გააკეთა იუთუბზე, რომ ნახე ეს არხი, ვთქვი რომ აი ზუსტად აი ეს იყო ისი გაკეთებას მე მინდოდა. ძალიან მაგარია. თავისი საინტერესო ამბების მოყოლით, გაზიარებით, თხრობითი ვლოგებით და ასე შემდეგ. თან ამას წინას შემთხვევით გადავეკვეთე ბასტოს, ცოტა ვილაპარაკეთ კიდეც და მანაც ეგ მერჩია რომ დაიწყე რა 2 წელი ჩართე კამერა და დაიწყე და აჰა დავიწყე გამარჯობა ბასტო. და როგორც შეგვირდით, ბოლოში გეტყოდით კრეატორის შესახებ ჩემ მას ჩაწყობით არის თუ არა. არ მგონია რომ ჩაწყობით იყოს. ყოველ შემთხვევაში რამეს საწინააღმდეგო სანამ არ დამტკიცდება მანამდე. თან ჟიურის წევრები, ჩემი საყვარელი იუთუბერები არიან და მჯერა რომ ისინი ძალიან გულწრფელები არიან, პლუს შეფასების სისტემაც გამჭირვალეა და ესეც ჩემს აზრს უფრო ადასტურებს. კაკო მომწონს ყველაზე მეტად, როგორც ჟიურის წევრი, ყველაზე ზუსტ და მკაფიო მითითებებს ისაძლევს ხოლმე მონაწილეებს და ჰიტას როუსტები მომწონს კიდე מחარასადმი გაგრძელე ძმაო. მონაწილეებს კი წარმატებები მინდა გისურვოთ აქედან, არა მარტო ვინც შემორჩით, ვინც უკვე აღარ ხართ პროექტში, იმათაც ძალიან საინტერესოები იყავით ყველანი. ეს იყო ჩემი პირველი ვიდეო. მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს. ახალი წელი მოდის და გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. მომავალ შეხვედრამდე, შემდეგ ვიდეოამდე დაგემშვიდობებით.